დილა მშვიდობისა. დაშვებით როგორ ხართ? ვერ ჩავწერე გუშინ ვიდეო, ვერც გუშინ წინ ვერ ჩავწერე. მინდოდა გუშინ წინ ჩამეწერა საფკადან რომ მოვდიოდი ხო შეკრებით, მაგრამ რაღაცა ისე ვარ მთავრობის წევრებით. მთავრობის წევრები გარდა მთავრობას ავით ხოლმდაპირებები. ხოდა დაშვებით როგორ ხართ? მე აგერ სამსახურში ვარ. ბებოს გამოვუცვალე, ახლა წავიდა შვილი გავაცილე, ცოტა ვეჭორავე და მოვედი თქვენთან ცოტა ვეჭორავად ხო ვიფიქრე. ახლა მიყვებოდა ეს შვილი რომ 2 დღის უკან ქალმა და მისმა შეყვარებულმა მოკლეს ამ ქალის შვილი. დაჭრეს და გადაყარეს. შოქში იყო, მაგრამ აქ იტალიაში, როგორ რაღაცა იცი, თითქოს ქართველები იგიჟები არიან რაღაცა ქალებზე ხელისწერენ ჰაიპაი თემები და მიწახით ესე ამ დროს გამოდის, რომ აქ უფრო უარესები ხდება. აქ ყოველი მეორე კლავს მის შეყვარებულს, ყოველი მეორე კლავს მეუღლეს, ქმარს, რა ძალიან ცუდი რაღაცები ხდება. ძალიან არ შემოწონებულიც არ არის, მაგრამ ძალიან თავზე ხელაღებული ხალხია იტალიელები. არა აქვთ რაღაცა აი შიში, თითქოს ევროპა, ხო? და უფრო მეტად დაცული უნდა იყო, მაგრამ მე თვითონ ვერ ვგრძნობ თავს დაცულად. პროსტა არ ვიცი რა ხდება, იქ თემა. ქართველებზე უფრო მეტად გიჟები არიან იტალიელები. იმენა გიჟები არიან ოღონდ წვეთში. ხა არც არის გასაკვირი ეს მაფიოზების ქვეყანა და რაღაცა მე რომ დანდობა არ აქვთ. არიან ერთეულები, მაგრამ რაღაცა ხა ეს ქართველი გოგოსი არ იყოს, ხო იმ დღესაც განვიხილავდით სტრიმზე, რომ 24 წლის გოგომ თუ არ ვცდები, ან 24 ან 25 წლის ქართველმა გოგომ ბებიას რომ ყელი გამოჭრა რა, ხელში მეყენა ყელის არეში, კისრის არეში ჭრილობა და ბებია მოკლა. და მაგ დროს ვისხედით მე და ანტონიო ერთად და ეს ქართველი რო გამოაცხადეს ტელევიზორში, რომ ქართველმა გოგომო ასეო და ასეო რაღაცნაირად ვიგრძენი თავი. თან იცი როგორ რაღაც აი ხო განიხილავ მე ამ საკითხს და გინდა არ გინდა ესეა განიხილავ განიკითხავ თუ რავი რაც ქვია. pero ამ გოგოს დანაშაულობას ვერ უპოულობ. ამ გოგოს თითქოს ვერ ვადანაშაულებ და ვერ განვიკითხავ იმ გაგებით რომ ჩვენ რო ჩამოვდივართ და ვართ ემიგრანტები. ქართველები და არა მარტო ქართველები, ხო? აქ ვიძენთ ახალ მეგობრებს, აქ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, აქ შევდივართ და ვმუშაობთ მოხუცებთან და ფაქტიურად ვცხოვრობთ ჩვენ მოხუცის ცხოვრებით, ჩვენი ცხოვრება არ გვაქვს, როდესაც ვართ აკავინდი კვატროში, ანუ 24 საათიან სამსახურში და ეს არის ძალიან ძნელი რა. იმიტომ რომ ცხოვრობ მოხუცის ცხოვრებით, დგები, როდესაც დგება მოხუცი, ჭამ, როდესაც ჭამს მოხუცი, წვევი, როდესაც წვევა მოხუცი. აი ეს თემა არის და ციხეა. მაგრამ ნახე როგორ რაღაცა არიან კარგი მოხუცები. თბილი მოხუცები. და არიან მოხუცები, რომლებსაც ჭკუიდან გადაყავხარ. მაგალითად, მე აქ მოხუცებზე ახლა არ ამიმაღლებია და რაღაც, მაგრამ აი ეს ამის წინა მეორე სამსახური რომ მქონდა, იმ ბებოს მართეკლა კი არა, მეც გამოვყავდი წყობილებიდან და მინდოდათ მე ჭანჭყარებინა სრული აი ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ეს ბებო თამაშობდა ჩემს ნერვებზე, თეკლას ნერვებზე, მე კიდევ მაქვს მოთმინება მოხუცებთან და საკუთარ თავს ვერ ვაკადრებ, რომ მე მოხუც რაღაცა ზედმეტად რამე. ტონის ამაღლება, ოღონდ მიმართული შეურაცხყოფის მიზნი და რაღაც არა, pero აი როგორ იცი, აი რასაკეთებ? აი ესე რო ვეტყვი რა. გადად ხა ის ბებო წამალს მიყრიდა ხოლმე წყალში და მაგაზე ვაგნავდი ხოლმე, რასაკეთებ თქო. დალევის მაგივად წყლის ჭიქაში ყრიდა. და აი ამ გოგოზე ნახეთ, ვინც ემიგრაციაში ხართ. და გაიჩენთ მეგობრებს. იმ მეგობრებს სხვა მეგობრებთან ნუ განიკითხავთ.
ნუ დაამცირებთ. გვერდში დაუდეკით ერთმანეთს. ჩვენს ქართველებს გვაკლია გვერდში დგომა, არ ვიცით გვერდში დგომა. არ ვდგებით ერთმანეთს გვერდში. მე მაგალითად რამდენი სამსახურს არ გამომჩენი, არც ერთი არ გამიყიდია. ყველა სამსახურს ვჩუქნი და ჩემი აზრით ასე უნდა იყოს. მე მეორე კიდე რომ ხედავ რომ ვიღაცას დაუშვათ რაღაცა ცუდი სიტუაცია აქვს სამსახურში და რამე მინდა რომ დავეხმარო. ის კი არა რომ მოითმენე, მე დარწმუნებული ვარ ხა იმ გოგოსთან ესეთი რაღაცაც იქნებოდა. შევიდა სამსახურში, ბებო როგორც თვითონ ამ გოგომ ჩვენებაში თქვა, ბებო იყო ძალიან აჯიტატა, ძალიან მის ნერვებზე მოქმედებდა და ვეღარ გაუძლო მომცირებდაო. და ეს გოგო მანამ სანამ მკვლელობას ჩაიდენდა ბებოსი, სუიციდი უწვდია, თვითმკვლელობა უნდა და თვითმკვლელობით უნდა დაესრულებინა სიცოცხლე. მაგრამ ხალხმა გადაარჩინა, წაიყვანეს პოლიციაში, იქაც მისცა ჩვენება და სხვათა შორის იქ იძახის თავის ჩვენებაში, თუ არ ვწდები, არ მინდა რომ შევწდე, რომ მძიმე სამსახური მაქვს ისიც და გოგოს ჰქონდა ფსიქიური პრობლემა, მენტალური რაღაცა ჰქონდა. დარღვეული და გვერდში არავინ არ ამოუდგა. მე ვფიქრობ. მეც არ მომწონს ქართველებში გარევა და არც ვერევი და არც ვარ ქართველებში. ჩემი სივრცე მაქვს ის ეს და მგონია რომ ქართველებში რომ გავეხმო და რაღაცა დრო უნდა დავკარგო და ჩემს ძვირფას დროს კიდე ვერავის ვერ დავუთმობ ასე ვარ. რაღაცად ძალიან არ მინდა რომ ჩემი დრო დავუშვათ ვიღაცა თუნდაც ჩემს სახლში ვიღაცა შემოვიდეს და მე ის დრო ნახე მე რომ სამსახურიდან მივდივარ როგორ მაქვს ცი სამსახურიდან ჩავდივარ სახლში ვსვამ ყავას მაგდროს მოდის ანტონიოც და ჩვენ საუბრობთ ან რაღაცა ერთად თამაშობთ ვისვენებთ წამოვწვევი რაღაცა და ამდროთამდე ხა ვიღაცა მყარი შემომიღოს და თუნდაც ერთი ყავის გულისთვის რომ დამაგარგინოს თუ ჩემი სურვილი არ იქნება ესა თქმა უნდა ჩემი სურვილი თუ იქნება მე თვითონ მოვიწვევ და რაღაცა მაგრამ მარტო მეგობარი კი არა ჩემს დასთანაც მგონია რომ დროს ვერ დავკარგა ესე ვფიქრობ სამწუხაროდ მე მინდა ვიყო განაჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანი არ არის რა სისულელია ჩემი საყვარელი ადამიანია პერო სახლში რო ვარ მინდა ვიყო სახლში და ესა არც მე არ ვწუხებ ჩემს სამ ვიდეო ხომ ნერვები მიშლებად რომ მეტყოს ხომ მოდიო მაგრამ არ ვიდეო მეზარება შორს ხოვრობს ცხელა და ვიღლებ ანუ ის თქმა მინდა რომ თუ გაიგებთ რომ ვიღაცა ხო, ნახე, იმ გოგო ხო დამსაქმებელმა ხომ შეიყვანა სამსახურში რა, ალბათ ესე იქნებოდა, სხვანაირად ვერ მოხდებოდა. მე ვფიქრობ, ეს გოგო ეუბნებოდა ამ დამსაქმებელს, რომ აი, ცუდად გვწნობ თავს, აი, ბებო, ცუდად მეკცევა, აი, თემები და ეს დამსაქმებელი არაფერს არ აკეთებდა. და დაიდო ეს შედეგი, რაც დაიდო, სამწუხაროდ. ამ გოგომ დაინგრია მთელი ცხოვრება და მომავალი. ну бебо ეხა 80 რაღაც წლის აიყო და ოდნავ დაუჩქარა ამ გოგო არა აქ არიან ეგეთი ბებოები ჭკუიდან გადაყავხარ მერე და ყველა რაღაცა პრობლემის გამო ჩამოდის ხო ემიგრაციაში დალხენილი ემიგრანტი მე აქ არ მინახავს დალხენილი ემიგრანტი მინახავს კი უკვე როგორ იცი რომ ჩამოდის განა იმიტომ რომ ბადანტით იმუშავოს ან რაღაცა უკვე რომ ჩამოდის აქვს რაღაცა თავის გარკვეული დანაზოგი ჩამოდის იმ განათლებით რომელიც აქ გამოადგება და რაღაცა გარკვეული თავის პროფესიით მუშაობს ეს ხო ეს კიდე სხვა თემაა ან გაცვლითი პროგრამით ან რაღაცა და მე რო რჩებიან ეს კიდე სხვა თემაა მაგრამ ეს ჩვენი თემა ეხა მე ხო იცით რის გამოც ჩამოვედი ემიგრაციაში და უმეტესობა ხა მე ვალები არ მქონდა ღმერთის წყალობით. არანაირი. მანქანის ვალი მქონდა მხოლოდ და ისიც მანქანა გავყიდე და იმან გადაიბარა ვალი. ვისაც მე ვყიდე მანქანა თორე დანარჩენი ეს ურიის ვალები და რაღაცა მე არ მქონია. თუ ატყობთ რომ გოგონებს ესეთი მისა აქვთ პრობლემა. აი ამ შემთხვევაში შემიძლია დავუშვათ ის ჩემი დასვენების დღე არ გამოვიყენო და მე იმ გოგოს დავეხმარო ლაპარაკით, გავიყვანო, გავართო ჰაი-ფაი თემები. თუმცა ვერც ამას ვერ გაიგებიცე, ნახე როგორ რაღაცა.
მე სადაც მუშაობდი ერთი თვე მან ქართველს ხომ შევენაცვლე შევუნახე სამსახური იდეაში და რო ჩამოვიდა მან გოგოსთან მქონდა მე დაძაბულობა რა ანუ ერთხელ მივედი და მე ნახე როგორი ვარ წნევას რო გიზო ვუზომავ ბებიას ერთ გაზომვას არ ვენდობი მით უმეტეს თუ წამალი უნდა მივცი აუცილებლად უნდა გადავამოწმო მეორედ იმიტომ რომ წნევის აპარატი ზუსტ შედეგს პირველ გაზომვაზე არ გაძლევს ყოველთვის აქვს აცდენა და მეორედაც უნდა გადაამოწმო იქ ვიყავი ბებიას ანახავთ მივიდიოდი ხო მიმყავდა ბავშვები იმიტომ რომ თუნდაც ძალიან მოწონს იმ ბებოს და მეც რა თქმა უნდა და ერთ საღამოს ასე მივედი და ეს ამ გოგომ წნევა გაუზომა ბებოს და ძალიან მაღალი არ ქონდა ეს ერთი და უცებად დამწევს აძლევს და მზია მეთქი ამ გოგოს ვეუბნები მეორედაც გადავუმოწმე თქო რა შენთვის გეუბნები იმიტომ რომ შენ რაღაც შეგეშალ და შენ მოგაფრინდებიან თავი დაიცავი რა შენო რას მასწავლიო ექთნის კურს ანუ ტიპის შეტევაზე გადმოვიდა და არა მაქვს ნერვებიან გაქვს ტყნია პატრონი შენ კომპლექსიან ქალი მე უთხრა ზუსტად ესე უთხრა წამოვედი და მაგ სამსახური დატოვა მაგ გოგომ და მიიღეს ვიღაც ქართველი ძალიან დიდხანს ეძებნენ და მიიღეს ვიღაცა ქართველი და და მირეკა ამ ბებიის შვილმა რო ქეთიო ქართველი მივიღეთო და ძალიან მინდა ანუ ნახე როგორ რაღაცა მითხრა რომ 2 დღე ცხოვრობდა ის გოგო ჯერ არ იყო წასული ის მზია და 2 დღე არ იყო წასული და ის არ ვიციო ჩვენზეო რა ელაპარაკაო და შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცები უთხრაო და გთხოვო მოდიო და რასაც კითხვებს დავუსვაო მეო გადაუთარგმნეო და რასაც თვითონ გეტყვის გადმომითარგმნეო რომ გავერკვიოთო ყველაფერში იმიტომ რომ ჩვენ ხო იცი რომ კაი ოჯახი ვართ და რაღაცაო და არ მინდაო რომ ნიდა პანიმანია იყოსო და მეთქი ოკეი ჯერ არ მინდოდა მისულ სიმართლე გითხრა და ფეხს ვითრევი და უთხრე რომ ის მეთქი პატრიცია თქო გვაურჩები მეთქი სამსახურს თქო 9:30 და ხვალემო არა იყოს 9:30-ზე მოდი თუ გინდა 10 იყოს წავედი მივედი და რომ მივესალმე ამ გოგოს ქალს ბიჭო ხმა არ გამცა ტიპმა ქართველმა რა ეს ძალიან გამიკვირდა მე უბრალოდ ქართველი არ ხარ მე უთხრანი ხო მე ასე გოგო ეს ახლა შიხო არ აქვს შემოვარტყი გააყრევინე პროტეზები ძალიან გაუბრაზდი ამ გონორით დამხვდა სრაზუ რა ხო და ისა შემოუფროსმა დამიბარა მე უთხარი და თან კიდე ქართველები ვართ თქო და რაღაცა კითხვები ქონია თქო და უნდა ანუ ეს გოგო იტალიურს გარტყმაში არ იყო ვაფშე რაღაცა ესმოდა რაღაცა ვერ ესმოდა და რასაც მეტყვის გადმოგითარგმნი და რაც თქმელი გაქვს მითხარი და გადმოუთარგმნი რომ სახში უნდა წავიდე ბავშვები მელოდებია საჭმელი უნდა გავაკეთო თქო ჯერ დააფასე ისო ჩემს ძვირფას დროს შენ გითმობ გოგო მოვდივარ შენთან ხო ვზივართ და პატრიციას პირველი კითხვა ესეთი იყო რომ უთხარიო ჰკითხეო იმან რამე ჩვენზე ცუდი ხომ არ უთხრაო ეს ძალიან ისე ალალად პირდაპირ გადაუთარგმნე რომ ისა მეტყვი იმ გოგოსა ერქვარც მახსოვს ისა მეთქი რამე ხო არ კითხა თქო ამ ოჯახზე ცუდი თქო იმიტომ რომ ძალიან განიცდის თქო პატრიცია მეთქი და ძალიან კაი ოჯახი იმიტომ რომ ერთი თვე მე ვიმუშავე თქო ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ ოჯახით მე უთხარ და მაგ დროს ქონდა 2 სამსახური და რა უნდა ეთქვა ეს გონორით რა უნდა ეთქვა რომ მენდი ჩემი დაქალი ეგარიო 2 დღე ვნახეო ისაო ესაო ხო და ისაო მეო ის ხო არა ვარო ჭორები მივიტანო გოგო ცუდად არ გეუბნება მეთქი და თუ რაღაცა პრობლემა არის მე ვთქვი ავდგები და წავალ მეთქი კაცო მე ის მოცლილი კი არ ვარ მე ვთქვი დილის 6:30-ზე ვდგები ერთ სამსახურში გავარბიო მე იქიდან მეორეში გავარბიო მეორედან ისევ გავარბიო მე ვთქვი არა მცალია გენაცვალე თამრო ხო და ну короче იმანის მითხრა ამან ეს მითხრა იმანის მითხრა ჩემი საქმე ვითომ გავაკეთე მოუთარგმნე და გამავაჯვი მეორე დღე თენდა ან პატრიციამ კიდე ძალიან დიდი მადლობაო რომ თან პატრიციამ როგორ დამიბარა იცი რომ ეს ის სამსახური გიჟიბებო პატრიცია მომცა რა
ხო და ესტრაით მითხრა მე ხო შემდეგ იხმარებდა შენ მე დამეხმარებ ანუ მოდიოდა ამ ქართველს რაღაცა ვებაზრეოდა მეორე დღეა გოგო შუა დღე ხუთშაბათი დღე იყო და ხუთშაბათს ქართველი გოგოები გარეთ გადიან ხოლმე რა ეს რაღაცა ერთი მირეკავს რა შენ გოგო რა პონჩი წახვედიო ქართველის სამსახურში вообще არის გარტყმაში დამნაშავე კი არა მადლობა რომ უნდა გიხადო ნაკეთ და მოდიან შეტა ანუ ამ გოგოს უთქვია გამეზიზღება ეგ ხალ რომ მოვიდაო ჩემი სამსახურის დახევა უნდა და ხალ ჩემი ორი ვერ მომინელებია და პლუს სახლი მაქვს ჩემი სამსახური უნდა უეჭველიო ჩემიო მოვიდაო შიკრიკობას მაბრალებსო და 1000 სისულელე რა რაღაცე გოგო თქვენ შიქხო არა ეს ქართველების შემოსევა იყო გოგო თან არაფერ შუაში რო არა ვარ იდეაში მგონია მადლი გავაკეთე და აი როგორი თემა მივიძე ვირო მადლი მოგიტყანიო ხო იცი ზუსტად ეგ იყო რა ძალიან გопроსტი ძალიან ამღელდი ძალიან ვინერვიული იმიტომ რომ მე ვიყავი კარგი გაგებით მისული და ცოტა სხვანაირად რო შემომიბრუნდა რაღაც ძალიან გამიტყდა რა და თან როგორი მომენტია იცი ვიცი სადაც ყრიან მინდა გავიდე მაგრამ სამსახურს ვერ ვტოვებ რა ხო და ერთი ქართველი გოგო აქვს და ის მისულა მე იმ სამსახურში იცნობს რა იმ ოჯახს და იმას უთქვია რომ ქეთიო მე იმას დაურეკე რომ მეთქი პატრი მეთქი შენს გამო ესე მოხდა და რაღაცა ბრალს მდებენ მე უთხარი და ქეთიო არა 200 სისულელეო შენ დამშვიდიო ძალიან მწუხვარო ჩემი ბრალიაო რაღაცაო ეს ქართველები მიყვტირილი და უწვია გოგო ამას რის არ ვიცი რა ისტერიკები შექმნა რის გამო პაჭი გაწელი სირქალა მიყვნენ ეს ქართველები ახლა ვითომ ჩემგან უნდა დაიცვან გაიგე და მისულან და პატრიციას უთქვია რომ რა სამბობთო კაცო ქეთი მე დავიბარეო ქეთი დავიბარე მეო რომ გადაეთარგმნა რაღაც იმიტომ რომ ქეთისთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს ხდები დაურეკე იმ ქართველ გოგოს ამ ქართველმა დამირეკა რომ ნახეო ბრალი დაგდო იმ პატრიცია მოწვი ისავესო დაურეკე პატრიციას მეთქი რა ხდება ბავშვი ვერ ხდები ანუ თითქოს ამან ესე მითხრა რომ იმ პატრიციამაცო სხვანაირად თქვაო რა და ძალიან ცუდი გამოჩდიო პატრიციას დაურეკე და იმ ქართველის ნომერი მომეც მეუთხარი სახელი აღარ მახსოვს იმ გოგოსი ვინც იყო მეთქი შენთან მოსული სალაპარაკო ჯერ ასერწყვილია ქალო ქართველები მივიდნენ საქმის გასარჩევად არაფრის გულისთვის ნუ პატრიციამ მომცა ეს ნომერი ჯერ არ მაძლებდა ნომერს დაურეკავ კითხავ და უკვე ეჭვი შევიტანე პატრიციაშიც რომ მე ვთქვი რა მე მართლა ისეთი იყო და პატრიციას ვთქარი რომ ის მეთქი მომეცი მეთქი ხა შენ ნომერი და მე არ ვიტყვი რომ შენ მომეცი მაგრამ უნდა დავრეკო და გავარკვიო მე ვთქარი მიუხედავად იმისა რომ შესაძ მართალი ვარ ხოლმე საქმის გარკვევას არ ვიწყებ მაგრამ ძალიან უხერხულად გძნობდი თავს იმიტომ რომ ხა მაინც არ არის ლამაზი აქ ვარ მე ჩემი ოჯახით ჩამოსული გენაცვალე და როცა თქვენი ნერვები არა მაქვს არაფერ შუაში არა ვარ მაინც ჩემი სიმართლე უნდა გითხრა და გაჩვენო ხო დაურეკე ერთ სიტყვით იმ გოგოს იმ ქართველ გოგოს და იმ ქართველმა გოგომ მითხრა რომ არაფერი ოკეთიო პატრიციამ პირიქითო გაქო და გადიდაო და თქვა კიდევაცო რომ ხო ჩემით მოვიყვანე და ჰაი თემე გავარკვიეთ რომ მართალი ვიყავით აი იმდენად ცუდი ქართველები არიან აქ და იმდენად შეუძლიათ რომ სახელი გაგიფუჭონ და შენი სიმართლე შეიძლება ვერც დამტკიცო ხდები თუ ვიღაცა ცოტა სუსტი ხარ თუ ვიღაცა ცოტა რაღაცა ხდები ძალიან გთხოვთ რა აი დაიცავით ერთმანეთი აი ეს მინდოდა რა და კიდე 1000 რაღაცა სისულელები ხა მაგალითად ჯერ სამსახურების დათრევაზე არიან იმის დედავატირე დაწყებული არის აქ სამსახური უკვე შენ სამსახურს უყურებენ ზღვისთვის იყავით ძლიერები ვინც აპირებთ ემიგრაციაში ჩამოსვლა ამისთვის მზად იყავით რომ შენ ქართველი გაგწირავს არიან კარგებიც მაგრამ უმეტესობა მზად არის რომ სამარი გაგითხაროს და ჩაგსვას რომ ეგ არის რა ძალიან ბევრი გულისწყივილი გვხდება გაკოცეთ ძალიან ბევრი კი გავიქაფე და გავილექსე ძალიან მიყვარხართ აბა თქვენ იცით შეიძლება საღამოს ლაივი ჩავრთო სტრიმი დღეს აბუკასთან მივიდეო პანზეროტები უნდა წავუღოთ მე და ანტონიო
მე სპეზა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ დღეს არის შაბათი და ჩვენ შაბათობით მივდივართ ხოლმე საყიდლებზე. მე ვფიქრობ ხორცის დეტოქს დიეტას ვიწყებ, ხო და ბოსტნეული უნდა ვიყიდო ძალიან ბევრი, იქნება სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი, ხილი და ბოსტნეული, თევზი და ხორცეული. ერთი კვირა უნდა დავჭდე დეტოქსზე. ორგანიზმის გასაწმენდად. გაკეთეთ ბევრი. ვიდეოს და ლაიქება კიდე ნუ გავიწყდებათ, მე ამით გულს მიხარებთ. Ciao ciao.